ამას მეტი არაფერი არ უნდა, მაიცა მოურიო. კარგია. ეს არის არ ნიშნავს კარგი, ეს არის სასწაული. ჰა? მარილი უნდა, კაცო, ოღონდ გემოვნებით. ჯერი ჩავყარო იმას ახანს რა. ცოტა უყენი, თუ შენთვის აკეთებ შენ. აი. შენებაზე. აი ეს. თუ ბევრი მარილი მომდა წვეს დავამატებ, ეგ არ არის. აბა ჯერმეშ გავსინჯო. მეთანთ. მარილი. ამაში ჩა. ჰა? იმაში ჩა. არა, ამას უნდა შეგამება. ცხელს ხომ უღამია, ცივს ხომ უღამია. უფრო ცხელი ჯობია. წესით. აი ესე, ხელი მოკიდე ცხელია. და დალი. ძალიან ცხელია. აი მოსვი არა, ცხელი არ არის, ნახე. თილად არ დაგივარდეს. პური შეატანა, აი პური ჩაგბიჭ. და ეხლა ეს დალი. სასა დამეწვა, ქეუბნე მიზერი ცხელია. აი, მაშინ ცოტა ხანი გაცივდეს. მოკლედ, ხაშალამას რომ გააკეთებთ ეს წვენი არ გადაღვაროთ რა. დილით პახმელიაზე მიირთვით არის სასწაული რაღაცა. შეგიძლიათ სუფრაზეც თუ შეციებულები ხართ ამაზე გემრიელ რამეს ვერ დალებთ. სასას ვეღარ უცნობ. ბატონო დავით, აიღე. ფერი დაიწვი. დავიწვიო მარლა მაგრად. არა, პატარაზე გარაუშავს. პირი ხომ უნდა მიეჩვენოს არჩევას. ხორცი ცივია. მიადექი ძმაო და მიირთვი. ეს შუაზე გადაჭერი. რატო პირდაპირ შეჭამე? ეგრევე ოღონდ მომისმენე, ხო გითხარი მარილი არ აყრია მეთქი. ამიტომ მარილი ცოტა ესე გადააწვინე. გადააწვინე. აჰა. მოდი. ყველა ღვინის გამკეთებელ კაცს გაუმორჩოს და ქალსაც. მეღვინეობა არ იყო საქართველოში და მეღვინე ხალხი. მარტო დალევაზე ზოგი მაგარია და თვითონაც რან გასხლა რამე რო იცოდეს მაგარი იქნება. აი ხალხს